საერთაშორისო ფარმაცევტულმა კომპანია როშმა სამედიცინო საზოგადოებას ახალი საგანმანათლებლო ინიციატივა NGS-ი წარუდგინა. NGS-ი, ანუ New Generation Specialist, ახალი თაობის სპეციალისტებს წარმოადგენს გრძელვადიან საგანმანათლებლო და პროფესიული განვითარების პლატფორმაზე, რომელიც ახალგაზრდა ექიმებისა და რეზიდენტებისთვის იქმნება. პროგრამის მიზანია თანამედროვე სამედიცინო ცოდნაზე ხელმისაწვდომობის გაზრდა, პროფესიული განვითარების ხელშეწყობა და საერთაშორისო გამოცდილებასთან დაახლოება. დღეს ჩვენ სტუდიაში მას მიცნობთ მაკა ასათიანს, როშ ჯორჯიას დირექტორს და ნინო განუგრავას, როშ ჯორჯიას სამედიცინო დირექტორს. დიდი მადლობა მეგობრებო, რომ ჩვენი სტუმრები ხართ. გაბატონო მაკა, პირველ რიგში თქვენთან გადმოვალ შეკითხვით, იმიტომ რომ როდესაც ვესწრებოდი ამ შეხვედრას და პლატფორმის წარდგენას კონფერენციას, იქაც მქონდა ეს შეკითხვა, რომ საიდან დაიბადა საერთოდ იდეა, რომ ესეთი ინიციატივა წარგედგინათ ახალგაზრდა ექიმებისთვის. დიდი მადლობა პირველ რიგში მოწვევისთვის და მიხარია რომ თქვენც დაესწარით ჩვენს ღონისძიებას. კომპანია როში ძალიან აქტიურად თანამშრომლობს სამედიცინო საზოგადოებასთან. ჩვენი საქმიანობის ძირითადი ნაწილი ეს არის ექიმებთან კომუნიკაცია. ზუსტად ამ კომუნიკაციის დროს გამოვლინდა საჭიროება, რომ ახალი თაობა, რომელიც ჩვენი მედიცინის მომავალს წარმოადგენს, ცოტა განსხვავებული მიდგომა ჭირდებათ, განსხვავებული საჭიროებები აქვს. და ზუსტად ამ იდეის ირგვლივ გავერთიანდით ორგანიზაციაში შევქმნით ეს პროექტი, რომელიც მიმართული არის, როგორც თქვენ უკვე ახსენეთ, ახალგაზრდა ექიმების განვითარებას, სწავლა განვითარებისთვის. ხოდანინო, კითხვა რომელიც გამიჩნდა, უფრო მეტი რომ მოგვიყვეთ, რა არის NGS-ი, რას ნიშნავს Next Gen Specialists და რა მიმართულებებს აერთიანებს ეს? დიდი მადლობა ასევე მოწვევისთვის. NGS-ი ეს არის Next Generation Specialist, როგორც თქვენ აღნიშნეთ, ქართულად ნიშნავს ახალი თაობის სპეციალისტები და ეს არის როშის ახალი საგანმანათლებლო ინიციატივა, რომელიც მიზნად ისახავს ახალგაზრდა ექიმების და რეზიდენტების მხარდაჭერას საგანმანათლებლო მიმართულებით. იგი აერთიანებს 4 ძირითად მიმართულებას, სადაც ინოვაციები მედიცინაში ყველაზე უფრო სწრაფად ვითარდება და სადაც როშ აქვს ძალიან დიდი და ღრმა ექსპერტიზა. ეს გახლავთ ნევროლოგია, ონკოლოგია, ოფთალმოლოგია და ჰემატოლოგია. ჩვენ ვფიქრობთ, რომ ეს იქნება პლატფორმა, რომელიც ძალიან დაეხმარება საქართველოში მომავლის მედიცინის განვითარებას, ვინაიდან მოგეხსენებათ, რომ ექიმებით ქმნიან მედიცინის მომავალს. დიახ, ეს ზუსტად ეს შეკითხვა მქონდა, რომ თქვენ როდესაც ორივეს გქონდათ პრეზენტაცია, იქ ადგილზევე ჩაატარეთ რაღაცა გამოკითხვასავით, კითხვებს უსვამდით აუდიტორიას, განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო ახალგაზრდა ექიმების პასუხები და მინდა ვიკითხო, რომ ჩვენმა მაყურებელმაც რა უფრო მეტი გაიგოს, რა გამოიკვეთა, რა მიმართულებები აინტერესებთ უფრო ახალგაზრდა ექიმებს, რაში ხედავენ პრობლემას, რის გადაჭრას ელოდებიან ამ პლატფორმით, აი ეს რო გაგვიზიაროთ გაბატონო მაკა. კი ბატონო, ნამდვილად საინტერესო მონაცემები მივიღეთ იქ დამსწრე საზოგადოების გამოკითხვით. თუმცა აქ უნდა ალბათ გაიყოს ორი მიმართულება. ერთი, რომელიც არის სამედიცინო ცოდნის გაღრმავება და დღეს დამეთანხმებით, რომ დღევანდელ რეალობაში ცოდნის მოძიება არ არის, ინფორმაციის მოძიება არ არის ისეთი რთული, ვინაიდან სულ რამოდენიმე წამში შეიძლება უახლოეს ინფორმაციას დაეუფლოს ექიმი, მაგრამ არის ასევე მიმართულება, რომელიც ეგრეთ წოდებული soft skills განვითარებას უწყობს ხელს, ვინაიდან იმისთვის, რომ დღეს იყო ლიდერი ასევე მედიცინაში საჭირო არის სტრატეგიული გადაწყვეტილება, საჭირო არის ემპათიის გამოვლენა პაციენტების მართვაში და გარკვეული სკილები, რომელიც მნიშვნელოვანია ახალგაზრდა თაობებისთვის, რომ ისინი უფრო წარმატებული და ლიდერი ექიმები გახდნენ. დიახ, კითხვა რომელიც ასევე მინდა დაგისვათ, რო შევხედოთ ამ უშუალოდ მონაწილეების მხრიდან. რას აძლევს მათ ეს პროგრამა? ძალიან საინტერესო კითხვაა და ნამდვილად გეტყვით, აი როგორც მაკამაც აღნიშნა, ჩვენი მიდგომა იქნება საერთო 4-ვე მიმართულების ახალგაზრდა ექიმებისთვის. ერთის მხრივ ჩვენ დავეხმარებით მათ, რომ გაიუმჯობესონ სამედიცინო ცოდნა და აი აქ გვექნება ვორქშოპები, მასტერკლასები, კონფერენციები, როგორც ადგილობრივი, ისე საერთაშორისო ექსპერტების ჩართულობით და მეორე მხარე ის, რაც დაავადების მიღმა და ხშირად უყურადღება რჩება ხოლმე, ის
უნარები, რომელიც აუცილებლად ჭირდება თანამედროვე ექიმებს. ეს არის ეფექტური კომუნიკაციის უნარები, ეს გახლავთ მონაცემების შეკრება, მისი ანალიზი, პუბლიკაციების გამოქვეყნება საერთაშორისო ჟურნალებში, ის რომ ფეხი აუწყონ თანამედროვე ციფრულ ტრანსფორმაციას, ასევე ნეტვორკინგი, როგორც ადგილობრივად, ისე საერთაშორისო დონეზე. და სურათ აი ამაზე დაფუძნებით ჩვენ 5 ძირითადი მოდული შევიმუშავეთ და იქვე მენტით ჩავატარეთ გამოკითხვა, რომელი იქნებოდა ყველაზე უფრო პრიორიტეტული, რომ იქიდან დაგვეწყო ჩვენი შემდეგი ნაბიჯი, გამოიკვეთა ეს არის აკადემიური ლიდერობა, ანუ როგორ გახადოს ექიმმა თავისი პრაქტიკა სამეცნიერო ღირებულებად კლინიკურ კვლევებში მონაწილეობის გარეშეც და აი ჩვენი შემდეგი ნაბიჯი უკვე დავაანონსეთ, რომ იქნება ეს და ალბათ უახლოეს ხანში ჩვენ მოვიწვევთ ექიმებს ამ მოდულზე დასასწრებად. კი, თქვენ 4 მიმართულება ახსენეთ, რომელიც იყო ასევე კონფერენციაზე, ჩვენ ვესწრებოდით ამ ღონისძიებას და რამდენიმე ექიმის მოსაზრებაც მოვისმინეთ და მოვუსმინოთ ახლა ჩვენს ეთერში მათ მოსაზრებებს. თანამედროვე სამედიცინო ცოდნაზე ხელმისაწვდომობის გაზრდა, საერთაშორისო გამოცდილებასთან დაახლოება და პროფესიული განვითარება. ეს იმ ახალი საგანმანათლებლო პლატფორმის მთავარი მიზნებია, რომელიც კომპანია როშმა ახალგაზრდა ექიმებისა და რეზიდენტებისთვის შექმნა. პროექტის პრეზენტაცია გავმართეთ. NGS-ი ეს არის ახალი საგანმანათლებლო ინიციატივა, რომელიც შეიქმნა ახალგაზრდა ექიმებისა და რეზიდენტებისთვის. ეს არის პროგრამა, რომელიც ახალი თაობის სპეციალისტებს სრულიად ახალ შესაძლებლობებს მისცემს განვითარებისთვის. მნიშვნელოვანია, რომ ფარმაცევტული კომპანიისგან ასეთი მასშტაბური საგანმანათლებლო ინიციატივა პირველია. შესაბამისად, მე ძალიან მოხარული ვარ, რომ ამ პროექტის ბრენდინგისა და კომუნიკაციების ნაწილში ვარ მხარდამჭერი. NGS-ის წარდგენის ღონისძიებიდან მიღებულმა უკავშირმა ნათლად აჩვენა, რომ ეს პროექტი ახალგაზრდა ექიმებს დაეხმარება წინსვლაში, კარიერულ ზრდაში და სწორედ ეს პროგრამა იქნება ის შესაძლებლობა, რომელიც მათ პროფესიულ ნაბიჯებს კიდევ უფრო გაამყარებს. პლატფორმა სამედიცინო სფეროს 4 ყველაზე სწრაფად განვითარებად მიმართულებას აერთიანებს: ონკოლოგიას, ჰემატოლოგიას, ნევროლოგიას და ოფთალმოლოგიას. სწორედ ამ სფეროებში ახდენს ინოვაცია რეალურ გავლენას პაციენტის ცხოვრების ხარისხზე. სამედიცინო საზოგადოება თანხმდება, რომ მუდმივი განათლების გარეშე დარგის წინსვლა წარმოუდგენელია. ახალგაზრდა ექიმებისათვის ძალიან მნიშვნელოვანია ეზიაროს იმ დიდ პრობლემებს, რომელიც დღეს მსოფლიო მედიცინის წინაშე არსებობს. როდესაც ასეთი მძლავრი ფარმაცევტული კომპანია, რომელიც ორიენტირებულია, კარგად მოგეხსენებათ, მაინც მოგებაზე, აი ამდენ ენერგიას ხარჯავს ახალგაზრდების განათლებაზე. ყოველთვის სრულს გამოთქვამს, რომ მას ხელი შეუწყოს აი ამ განათლებაში. რამე თუ განათლებაში და ცოდნის განახლების გარეშე წარმოუდგენელია პროგრესი და განსაკუთრებით მედიცინაში. პროგრამის მასშტაბურობასა და ინსტიტუციურ მხარდაჭერაზე მიუთითებს ისიც, რომ პრეზენტაციის ფარგლებში პარტნიორ ორგანიზაციებთან თანამშრომლობის მემორანდუმის გაფორმების ოფიციალური ცერემონია გაიმართა. ეს მემორანდუმები საფუძველს უყრის მყარ კავშირს სამედიცინო სექტორსა და წამყვან ორგანიზაციებს შორის, რაც ახალგაზრდა მედიკოსებს თეორიული ცოდნის პრაქტიკაში ეფექტურად ტრანსფორმირებაში დაეხმარება. რაც შეეხება კომპანია როშ და კომპანია როშის მიერ დაინიცირებულ პროექტს, ეს არის ნამდვილად ძალიან საინტერესო და ნამდვილად ძალიან დიდი მომავლის მქონე პროექტი. ჩვენთვის ძალიან დიდი პატივია კომპანია როშთან ერთად გქონდეს იმის საშუალება, რომ ჩვენ გაუზიაროთ, ესე ვთქვათ, ვიყოთ ჩვენ თვითონ გავხდეთ მენტორები ახალგაზრდებისთვის და ასევე ძალიან მნიშვნელოვანია პროექტები, რომელიც ეხება, ესე ვთქვათ, სამეცნიერო კვლევით მასალების მოპოვებას, შემდგომში მათ დამუშავებას და გამოქვეყნებას. პროფესიული ამბიცია, დიდი მიზნები და мотиваცია. ეს ის მთავარი მუხტია, რომლითაც მოწვეულმა სპიკერმა მედია ტაბატაძემ პრეზენტაცია დაასრულა. NGS-ი არ არის უბრალოდ მორიგი საგანმანათლებლო პლატფორმა. ეს არის ინვესტიცია ქართული მედიცინის ხვალინდელ დღეში, რომელსაც სწორედ ეს ახალგაზრდები შექმნიან. საინტერესოა ძალიან და კითხვა რომელიც გამიჩნდა კაპიტან მაგათ თქვენთან უშუალოდ რა არის როშეს როლი ამ პროექტში? როშის როლი ძალიან მნიშვნელოვანი არის, ვინაიდან საერთაშორისო კომპანია, რომელიც 125 წელზე მეტია არსებობს და ქმნის მედიცინაში და არა მარტო მედიცინაში, როგორც მკურნალობაში, ასევე დიაგნოსტიკაში ინოვაციურ მიდგომებს და ცვლის საერთოდ გარკვეული დაავადებების მართვას.
მას აქვს დაგროვილი უამრავი და უზარმაზარი ინფორმაცია, ცოდნა, გამოცდილება, საერთაშორისო ექსპერტების ქსელი და ზუსტად ეს უზარმაზარი ცოდნის გაზიარება გვინდა რომ მოვახდინოთ ჩვენი ახალგაზრდა ექიმებისთვის და ხელი შეუწყოთ და ასე ვთქვათ დავაჩქაროთ ცოდნის უფრო მეტად სწრაფად მიღება. ნინო, თქვენც გითხავთ უშუალოდ მემორანდუმზე, რომელიც პარტნიორობის და თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა 10-მდე თუ 10-ზე მეტი ორგანიზაცია არის ჩართული ამ მემორანდუმში და რას ცვლის მათი ჩართულობა და როგორ ეხმარება ამ ინიციატივას, ესეც რო ვთქვათ? დიახ, ნამდვილად ჩვენთვის ძალიან საამაყოა, რომ უკვე ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გავაფორმეთ 9 პროფესიულ ასოციაციასთან 4-ვე მიმართულებით, რომლებიც დღეს ძალიან გამოცდილები არიან და ისინი არიან ერთ-ერთი წამყვანი პროფესიული ასოციაციები საქართველოში. ჩვენ მათთან ერთად არაერთი მნიშვნელოვანი პროექტი განგვეხორციელებია წარსულშიც, რომლებმაც ნამდვილად პაციენტების ცხოვრება უკეთესობისკენ შეცვალა. მათი ჩართულობა ამ პროექტში მყარ საძირკველს ქმნის, რა თქმა უნდა, და აქედანაც მინდა ვისარგებლო შემთხვევით და მადლობა მოუხადო მდობისა და მხარდაჭერისთვის. მათი მხრიდან მემორანდუმი მოიცავს იმას, რომ მათი მხრიდან მოხდება ამ პროექტის პოპულარიზაცია, მონაწილეების შერჩევა, ასევე თავად იქნებიან ჩართულები აი ამ პროფესიულ განათლებაში, რომელიცაც პროექტი მიზნად ისახავს. და ჩვენი მხრიდან ეს იქნება ორგანიზაციული მხარდაჭერა და მათთან ერთად ამ პროექტის განხორციელება. გამოტანა მაგა. როგორც მოვისმინეთ სიუჟეტში, დღეს უკვე არაერთხელ შევეხეთ, ეს არის დიდი ინვესტიცია ახალგაზრდებში. რატომ არის მნიშვნელოვანი რომ ეს სწორედ ახალგაზრდა ექიმებში მოხდეს და რას ელით ამ ინვესტიციიდან ასე ვთქვათ? ძალიან კარგი კითხვაა და მგონი პასუხიც ძალიან მარტივი არის, იმიტომ რომ ეს ადამიანები არიან ახალგაზრდა ექიმები, რომლებიც ჩვენი მედიცინის მომავალს წარმოადგენენ. ამიტომ კომპანიის მხრიდან დღეს ინვესტიცია, ეს არის ინვესტიცია მომავალში. ამიტომ მომავალი ნიშნავს უკეთესი ჯანდაცვა, უკეთესი მკურნალობის შესაძლებლობები და რა თქმა უნდა, უკეთესი პაციენტი, რომელიც კმაყოფილი იქნება მკურნალობით და ასევე რადიკალურად შეიცვლება კიდევ მრავალი დაავადებების მკურნალობა და მიდგომა. როგორც ერთ-ერთი ახალგაზრდა ექიმი, თავად დიდი მადლობა მეგრად გიხადოთ ამისთვის და ამ პროექტის ორგანიზებისთვის. დიდი მადლობა. ძალიან დიდი მადლობა ამ პროექტისთვისაც, ინიციატივისთვის და სტუმრობისთვისაც. ძალიან საინტერესო იყო, ასევე საინტერესო იყო კონფერენციაზე ყოფნაც და დიდი მადლობა კიდევ ერთხელ ორივეს. მადლობა.